ეს განსაკუთრებული ეტაპი იყო ჩვენი ცხოვრების, როცა უკვე დავიწყეთ ჩვენ ამ ჟანრში მოღვაწეობა, იმიტომ რომ მანამდე დასაკვირველია მუსიკა ჩვენი საყვარელი თემა იყო ზოგადად, მაგრამ თვითონ ჟანრობრივად უფრო მეტად პატივს ვცემდით როკს. მე ბას-გიტარაზე უკრავდი, დათო უკრავდა ელექტრო-გიტარაზე, სოლო გიტარაზე და ჩვენი მეგობრები კიდე სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. ინსტიტუტში ვატარებდით რეპეტიციებს.
და თან ვიწერდით ამ ყველაფერს. და ერთ-ერთი რეპეტიციის დროს აკუსტიკურ გიტარაზე ვიმღერეთ სულიკო. მე რომ მოვისმინეთ ეს ყველაფერი, დავწმუნდით, რომ ეს იყო ჩვენი საქმე და არა ის სხვა მუსიკა. თავიდან ცოტა სხვა წევრებისაგან შედგებოდა, მე რაღაც ცოტა ცვლილება განიცადა ჩვენ ანსამბლის შემადგენლობა. სასწავლებელში დასაყვანადო რომ მომამზადე. ნუ მაშინ ჩვენ ვღეროდით ცნობილ ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელ გპ-ში ვაშთა სახალხო კაპელა, სადაც მოღვაწეობდით ჩვენ სამივენი და მაშინ ტარდებოდა ოლიმპიადები ფაკულტეტებზე და იქ შევქმნი ტრიო, სადაც სხვები იყვნენ ჩემთან ერთად მოღვაწეობდნენ და როდესაც გავიმარჯვეთ ამ ოლიმპიადაზე, მე რა თქმა უნდა უკვე საჭირო იყო რა თქმა უნდა ხმების უფრო პროფესიონალური ხმებით შეცვლა და მაშინ მოხდა რომ დათო აბესაძე და მახოს თავართხილაძე და ჩვენ შევქმნით ტექნიკური უნივერსიტეტის ანუ ყოფილი გპ-ის ტრიო. Tuale, marches tuale. Chuma chuma turumi tuale tuale. Sikawarulis na beretzklesris. Danikide. Zetzlisa. Tualsanu chami kravo gemudarebi. Ulitzire meshilu mi varadebi. Asem gomina martvagi khvarava. Metsvihi blebi. Dami khvardebi. Kishris tvashi valivlive. Kishris navitana drapkheva. Kite kosdi. Damanasha. Geniori. მაგრამ ერთ-ერთი სიმღერა, რომელიც ჩვენ რეპერტუარში შემოვიდა, როგორც ერთ-ერთი პირველი სიმღერა, ეს იყო პოპური ქართულ სიმღერებზე, უკვე არსებულ სიმღერებზე. ქალუნახე ფეხშიშველი და შემდეგ მე მას ებნებოდა სხვა სიმღერები. აი ეს სიმღერა სახელდახელოდ თავისთავად გაკეთდა, იცით? აი სიმღერის დროს, როცა შესვენებაზე მღეროდი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, აი მოდი ეს მივაბად, მე ესე გავაგზავნოთ, აი ესე ჩამოყალიბდა პოპური, რომელიც მე რეპერტუარში ერთ-ერთი პირველთაგანი იყო ჩვენი სიმღერებიდან.
მოსკრიალეს ფერდობში ლამაზი ხარ როგორც ვარდი გაიშლები კიდევ მინდა გაიშალო და უკვე დადგა დრო იმისა, რომ თითქმის თუ რამე დიდი ღონისძიება ტარდებოდა საქართველოში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ჩვენ ღებულობდით ამაში მონაწილეობას. პირველი ჩვენი მოგზაურობა დაიწყო დასავლეთ ბერლინიდან. ეს წარმოუდგენელი იყო, ხო, მაშინ ორად იყო გერმანია გაყოფილი და დასავლეთ ბერლინში მოხვედრა ძალიან ძნელი იყო. დღემდე აი დამიჯერეთ, რომ იმდენი რაღაცა მახსოვს იმ დღეებიდან, რომ გასაოცარია, ამ თითქმის 40 წელი გავიდა. მე იმათებას ვარ მივიწყე იმაგაფრენილა წამოთა როცა წაში მიუძდომლი სიახლოვემ წამადა ახლავად გავარშავოს გულთა ვირდაღებულ ხრამთა დრამთა სახარასა ოცნებო როდესაც ამერიკაში ვიყავი შეერთებულ შტატებში, იქ ცოტა ესეთი მაყურებელია, იცით, ძალიან მომთხოვნე მაყურებელია და ცოტა უცნაურიც. და ჩვენთვის რთული იყო იქ გამოსვლა. თანაც ჩვენთან ერთად დამსახურებული სახელმწიფო ცეკვის ანსამბლი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ანსამბლი ჩვენთან ერთად გამოდიოდა კონცერტებზე. აი იმ ცეცხლოვანი ცეკვების ფონზე ჩვენი სიმღერა აი მალამოსავით ეფინებოდა მთელ მაყურებელს და ინგრეოდა დარბაზი. გაზავხული ვეღარასლეს სულში შემდგარ ზამთარს ლონდონში ერთად ტაძარში, სადაც ნელსონის საფლავია, რატომღაც აიჩება ქართულსა რომ გვებღერა ლურჯი აპრილი. ტექსტის ავტორი თვითონ ქართულს კაცრაძე იყო. და ჩვენი სიმღერის დროს უცებ ცისფერმა შუქმა დაგვანათა და ქართულსმა იყვირა. თქვენ უნდა დაგერქვათ ცისფერი ტრიო. რა თქმა უნდა ჩვენთვის მოულოდნელი იყო და ვეკითხებოდი ქართულს რატომ? იმიტომ რომ ცისფერი ფერი ეს არის პოეზიის ფერი, ეს არის ძველი ქართული დროშის ფერი, ცისფერ ყანწელები და ამიტომ
მე თქვენ გარკვევთ ცისფერ ტრიოს. ფაქტიურად დათლია ამ ჩვენი წოდებისა გამოვიდა ქართლის კასრაძე. ამ მოგზაურების შემდგომ რო ჩამოვედით საქართველოში, დიდ საკონცერტო დარბაზში არის დიდი სამთავრობო რაღაც ღონისძიება, სადაც ღებულობთ მონაწილეობას და ქართლში ამ დროს ისევ კონფერენცია ამ დიდი კონცერტის და გამოდის და გვაცხადებს, რომ ღერის ცისფერი ტრიო. ლურჯი აპრილი. ცისაფერი ესო ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო. ცისაფერით დავიწყეთ ჩვენი ალბომი, მუსიკალური ალბომი. ის კარგად ხსნის თვითონ ფერის მნიშვნელობას. საქართველოში ფერი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის, რომ ყველა ფერი და არაფერიც კი აქედან გამომდინარე გახდა, ხო, ცნობილი. Meşenize fikrim kılavuzı da mağuz Urucu avrili Otolu tamağıra Meşenize fikrim Dada mabera Gavida de rodaçve Verşem khuliter temanet Raçen mimatove Neum gherigame Modi Cematana modi Gıйхмов sevides gabari Gavida de rodaçve Verşem khuliter temanet Raçen mimatove Neuma gherigame Modi Cematana modi Gıйхмов sevides gabari ეს უფრო მეტი ლირიზმია ხო ჩვენს მღერებში და რატომღაც შეიძლება ჩვენ ხასიათს მოერგო შეიძლება სიმღერები იყო ისეთი რომ ამას სხვანაირად ვერ იმღერებ როგორც კი ლექსი გაძლევს ლექსი და ის მუსიკა ერთად არის ერთი ამოსვენთქვით არის მე რა რომ იმას თავის ავტორი ყავს და ამას ერთი იმითია გაკეთებული მაშინ არის ეს სრულყოფილი ჩვენ ემითა ვართ ბედნიერები რომ არ გადაგვიხევია კურსიდან ის კურსი რაც ავიღეთ ჩვენი სიმღერებისა დღემდე ის ფაქტიურად გავაცოცხლეთ ჩვენ ოჯახებში დავდივდით და ვეძებდით ამ სიმღერებს და ამ ჩამონათვალში ალბათ ეს ძირითადად ერთი 4-5 სიმღერაა რომელსაც მე მგონია რომ ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერათა შორის შევიყვანდი და ვაჟღერებდი მას ძალიან დიდ ხმაზე საქართველოში.
ქარი გიმღერის ნანასა, ღმერთი სიყვარულისა, მეგანა ასე ბევრი რამ მინდა. მეგანა ასე ბევრი რამ მინდა მეგანა სულ დაოდეს მე მე ვიცი უკვე დამერხოთობა მე ვიცი მალე სიბერე შემედამრჩი მხოლოდ გულსი ვაშენის იშორე მაგრჩობა დავერე მოგიშორე რად მინედი ხარ რატომ წური ხარ ასე არ ვიცი რას მერეჩი რადაგიშავე არ ვიცი რას მერეჩი რადაგიშავე მეგანა ასე ბევრი რამ მინდა ხლა ერთ საინტერესო მომენტია რომ უცხოეთიდან ჩამოვდიოდით ახლა ბიჭები ვართ მაშინ ახალგაზრდები ვიყავით კარა მერეც პირველი კითხვა სად ნახე ყველაზე ლამაზი სადაც გინდა ყველგან არის მაგრამ ერთ სიტყვი რა ამას გულწრფელება შანზელიზეზე რაღაც კაფეში ვიჯექით და ველოდებოდით ვიღაც უნდა შევხვდებოდეთ ემიგრანტები იყვნენ ჩვენი ახლობლები და ერთი 100 მეტრიდან უფრო ახლომდე შეიძლება მოდის ვიღაცა ქალი ესე შანზელიზეზე რომ მოტრიალდება კაცი და შეხედავს ხო მოვიდა ლია ქავჟარაც შორეული ქალისეში მოვა მაგრამ სიყვარული სიცოცხლეში ხოლოდ
ასეთია ნაზიბები სიცოცხლეში თეთრი ყველა ქვეყანაში მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვესმის სიტყვები თქვენი სიმღერისა, მაგრამ გვძნობთ, რომ ეს სიმღერა არის სიყვარულზე. ცნობილი ანსამბლი იყო ლოს პარაგვაიოს და აი დამამახსოვრდა ერთი მომენტი რა, ეს რომ რაღაცაზე თარჯიმნის საშუალებით კითხეს, რომ ვის უმღერი ხართო რა, მართლა საოცრად ვღეროდი. გენიალური პასუხი გასცა. აი თუ აკვირდებითო, სულ ერთი ისკენ ლოჯისკენ ვიხედებიო. იქ ჩემი მეუღლეზე და იმას უმღერი ტელეკონცერტი რაც არის. ეხლა არ ვიცი ორიგინალობით გაკეთა თუ რაღაცა. მე ძალიან მომეწონა და ღმერთი სიყვარულისა გული თუ არ იწამე მარ სიცოცხლერის თვიზიგინა და ამადალოცვილა მიწაზე აბაის ღერადღე Jana tu verasad gidile Mash sitsotzleris tvizgina da Amadalotzvila mitaze Abaiz geradre Jana tu verasad gidile Uri shentan zgvad velavze da Shen zelotsuaz vlirine Tide kosaze maze amodit Rotsa shenega mirine Amaiz geradre harit Shena tu verasad gidile Gmerti siqvarulisa guli tu ar იწამე Mash sitsotzleris tvizgina da Amadalosvila mitaze Abaiz geradre harit Shena tu verasad gidile Abaiz geradre Shena tu verasad gidile Sigavaru Sheni marava რუსთაველის გმირები იმდენად
იმდენად ახლობლები არიან ჩვენი და იმდენად შორეული ამავე დროს, იმიტომ რომ განზოგადებულია მათში თითოეულში ქართული ბუნება, სული, მებრძოლი ხასიათი, უდრეკელობა, არ ვიცი რომელი ერთი და ეხლა ძალიან უხერხულია ჩვენი მხრიდან რომელიმე მათგანზე ორიენტირება და მსგავსება რომ მოახდინო, მაგრამ ნუ თუ კი კრეხილობაში არ ჩამოგვერთმევა, მე მაინც ვფიქრობ, რომ აი დათო როგორც უღალატო მეგობარი, აი ავთანდილი იქნებოდა უფრო კარგი ავთანდილი დათო, ხო? თვითონ ახლა მებრძოლი გურული ხასიათი და შემტევობით ტარიელია თამაზი, თავისი ხასიათი აქვს ისეთი ცოტა ისიც ხომ ადვილად გაბრაზება შავი ცხენი სადავითა რომსა და ვითა გმირსა, აი ეს სცენა თამაზზე ცოტა ძლიერ წარმოსადგენია. მაგრამ ის ხასიათი უფრო შეიძლება მიუსადაგოს. შენზე ფიქრი თითქოსი და მეღრუბელი გულზე მაცრი დღეს ჩვენ შორის ყველაფერი დარჩა შორი და სიმერე შენ სიყვარულს აღარ Sanadrelo tu sremlia mogišta Gachsov sheni nachvararig micharoda Modiodi grigal marga mogisha Ver movedi ver mi pove Შემთვის გაქრა გაილია დრომ ღოდინით შემაბარათ მაში ვერცხლი ნუ თუ მართლა სიყვარულის დაისია რომ ჯიჯიგი Nevada შენზე ფიქრი და ესევდა არავისთვის გამინდია ავი სიტყვით ავი თვალით ნება გული და თავადება იგარგება დათო არის უაღრესად წესიერი და ძალიან მიმდობი და მიმტევებელი კაცი. მაგრამ ამასთან ერთად აქვს მას თავისი სირთულეები, ყველაფერზე ნერვიულობს. განსაკუთრებული თვისებებით ხასიათება დათოს, თვითონ თვალები აქვს ისეთი მეტყველი, რომ თვითონ მისი კეთილშობილება, მისი რაღაც გაუგებარი სიკეთე და დაარდი ყველაფერზე. ორივე არის პროფესიონალი, თუ შეიძლება ასე ვთქვას, მეგობარი. მალხას აქვს კიდევ სხვა მომენტები.
ის ბევრად უფრო აი ფილოსოფიურად უდგება ყველა საკითხებს. ნუ მალხაზი მე და მალხაზი ახლა კოლეგები ვართ და როგორც კოლეგას შემეძლია ერთი ორი საოცრად შრომის მოყვარეა და შრომის უნარიანია. ნუ არ ვიცი შურს თეთრი შურით კი არა რაფერის გინდა იყოს და გარდა მაგისა თამას აღმოაჩნდა სწორედ ის თვისება, რაც ყველაზე მეტად გვაკლია ჩვენ ის აქტიურობა და ის მენეჯერული თვისებები, რომელიც წყალობითაც ტრიო არსებობს დღემდე. ხანდახან რაღაცა რო იყო მისაღწევი გასაკეთებელი და არც მე და არც მალხაზი რო არ ვიყავით მაგის თავის დამდგმელი, თამაზი ყოველთვის ახერხებდა და ახერხებს მაგას. ტრიოს ჟღერადობა ხო ის პირველი ხმა მუდმივად გესმის ხურში და ეს არის დათოს განსაკუთრებულობა სწორედ და ეს მისი ხასიათი და მისი ხმა იმდენად ერთნაირია და ერთნაირად ჟღავნდება სიმღერაში რომ ახასიათებს საერთოდ ჩვენ სიმღერას. მე მახსოვს ერთი კარგი მომენტი, როდესაც შვეიცარიაში ტელევიზიამ გთხოვა რომ ცოცხლად გადავიღეთ და აჩვენებდნენ ყველა ქვეყანაში ტელევიზიით და თან ესეთი განმარტებით რომ მართალია ეს შემსრულებლები თავს დებენ მოყვარულობაზე, მაგრამ არ დაიჯეროთ. სუფთა პროფესიონალური დონეა. და სხვა შორის აბესაძეზე და თუ აბესაძეც იყო ესეთი გაზეთებში რომ პირველი ხმა ბულბულივით ცაში დაფრინავს. ვინმეს რო ჩვენი რეპეტიცია ენახა, ერთი კითხვა გაჩნდებოდა მარტო რომ როგორ მღერიან თუ ასე ჩხუბობენ ერთმანეთში. ყველა ფრაზაზე იყო კამათი, არა ესე ჯობი, არა ესე ჯობი, მაგრამ რო გიყვარს საქმე, ამ კამათში იბადება ყველაფერი ალბათ. და თამაზი ახლა თვითონ საოცრად თბილი და ტკბილი ბგერა აქვს თამაზს და ტემბრალურად ძალიან შეკრა თვითონ სამხუმანელო. თითქოს შემსევდა რადმოისმინე ჩემო მერცხალო ალბათ შეგეცივდა და დაიღალე გულში ჩაგიგრა გაგათმობქალო შენი ჭირიმე შენგენაც მოლე სტიროდა სული ცისფერ ღვინოებს, ღვინო ეძებდა სულ სხვას პირიქით და შემდეგ უცნო პიანინოებს ატრიალებდა ტანჯვის ლირიკით. როგორც მრავალი ვარდების მფენი, მას სული ჰქონდა უხვად ციური, მასში მრავალი იყო შოპენი და პაგანინი ფანტასტიური. მას საქართველომ გადაუზნიქა ვერხვები შორი ალაზანისა და აი ახლა მისი მუსიკა ჩვენი ისლების რხევამ დანისლა. შვენიერია ეფექტი მისი, იქ სადაც სიტყვა თავდება ძველი ოდეს თავისი და არა სხვის. სრემლებით თვალი უბწყინავს ძველი.
კუთხეში ერთ კუთხეში ერთხელ ერთ მაქალება მადლიანად შემომახედა გამიღი მასალა იმის დანახიმის ფერი არ მინახავა სხვამე იმ ქუჩაზე იმის მერე არ ყოფილა საქართველოში ყველა სხვადასხვა კუთხიდან ვარ თქო, სწორედ ახლა ჩემი ძირი მოდის იმერეთიდან, საზანოდან. 75 წელს თუ არ ვწდებით, სიმღერამ იმერეთის ნიაო მიენიჭა საუკეთესო სიმღერის სახელწოდება და მეც ძალიან მეყვარს ეს სიმღერა. იმერეთის ნიაო თბილო როგორც მაღალო როგორ გასვლო სამაცის მლეშ გულმაუსი ავარო როგორ გასვლო სნეტა ამაცის მლეშ გულმაუსი ავარო როგორ გასვლოს ნეტა ამაცის მლეშ გულმაუსი ავარო მასპინძელი მასპინძლობს დიდ კოსმეცხრესაზე აკოველთვის ასენა გული ლხინი და სავასენა როგორ გასვლოს ნეტა ამაცის მლეშ გულმაუსი ავარო როგორ გასვლოს ნეტა ამაცის მლეშ გულმაუსი ავარო იმერეთის ნიაო თბილო როგორც მაღალო როგორ გასვლო სამაცის მლეშ გულმაუსი ავარო როგორ გასვლო სამაცის მლეშ გულმაუსი ავარო ალბათ ჩვენი წარმატებების ერთ-ერთი კომპონენტი არის ჩვენი რეპერტუარი. ეს ცნობილი კომპოზიტორები, როგორც არის ნონო დუღაშვილი, რეზო ლაღიძე, თემო ნაცვლიშვილი, ეთერ ჭელიძე და ბევრი სხვა და რა თქმა უნდა, პირველი ჩვენი ჟღერადობა. მე შემიძლია ვთქვა, რომ განსხვავებული ყველასგან ჩვენებური სტილი გვაქვს შესრულების, ჩვენი ჟანრი გვაქვს. სწორედ ის ჟღერადობა გამოდის იქიდან, რომ ალბათ ჩვენი მსმენელი ამას შეამჩნევდა, რომ ჩვენ ვღერივართ მინორში და უფრო ფალცეტში და ნახევარ ფალცეტში. არასოდეს კომპრომისი არ გვიმღერია ჩვენ რაიმე სიმღერა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შემოთავაზებები ქონდა კომპოზიტორებისგან, ბევრი შემთხვევა იყო, როცა გულნათკენი დავტოვეთ რამდენიმე კომპოზიტორის შემოთავაზებულ სიმღერაზე.
ჩვენს მხრიდან ნათქვამი უარის გამო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ სწორად ვიქცეოდით, როცა სიმღერას, რომელსაც ჩვენ ვერ გძნობ და შენ გულამდე არ მოდის, იმ სიმღერას როცა არ ვღეროდით. გაიცრიცება საღამოს ბინეთი ვიცი ამადილი თუნდა მოტოვოს ვიცი ჩემი გზა საითაც მიდის საიცა ხვალ ხმელო პოტოლო ლეგა ხელფეს გრიგალის ჯოალას თადოს ამადილი თუნდა მოტოვოს ვიცი ჩემი გზა საითაც ავა სადღაც ახვალ ხმელო პოტოლო ამოვარდნილა კარი ძლიერი როგორც დილოს რომ ამადრთოლო შენზე ამით ვარა ბედნიერი რომაკას არავადე ხმელო პოტოლო და მუსიკა ხო მაინც ცხოვრებაა, ის მონაკვეთი, მუსიკალური ნაწარმოები, როცა სრულდება, იქ იმას თავისი სიცოცხლე აქვს და იმ წუთში, იმ 3 წუთში თუ 4 წუთიან მონაკვეთში ხდება რაღაც მოვლენები, რაღაც იბადება, რაღაცები, მთელი ისტორია, სიყვარულია, წასვლა, მოსვლა, რაღაცებია ძალიან დიდი და აი ამას თუ ყურადღებით არ უსმენ, მთელი ყურადღებით არ უსმენ, იმას ვერ იგრძნობ მთელი არსით. ვერ გაიგებ და ვერ შემოვა შენში და სამწუხაროდ ხდება იცით დღეს უკვე მოსმენა მუსიკის რაღაცებთან ერთად პარალელურად, აი როგორც თანხლება რაღაც მოვლენის, რაღაც მოქმედებების. კარგი მღერი ნანასა ზაფარს გიამბო ჯადარი ზეცნა მალერსი ამავასო ეჭვებით ნავადარი საკარათველო სადარით საკარათველო ლამაზო საკარათველო მინდურები ქართლის მინდურები კედები მოხარგაშლილები დაში დღე
დანაბინდები დღეში ქორბუდა ირმები საქართველო საქართველოს რო ახსენებ და ფიქრობ, რითი შეიძლება ეს ქართული რა არის ქართული ფენომენი. სხვათა შორის ერთი ჰოლანდიელი იმპრესარიო ყავდა და სულ მეკითხებოდა რა ამიხსენი ქართული სული რა არის. ქართული სული ძალიან ძნელი ასახსნელია რაღაცა, მაგრამ აი ამ სულის შემადგენელი ნაწილებად რო დავყო თუ ამის უფლებას მომცემთ და მეც მივცემ ჩემ თავს. პირველი ალბათ სიმღერაა. Simարտნის მეტირამიძებლია თურმე რამდენი სიმღერაც მითქვას სულ ყველა შენთვის დამიმღერნია თურმე რამდენი სიმღერაც მითქვას სულ ყველა შენთვის დამიმღერნია ჩემო ქვეყანა შენი უღელი სულ მუდამ მეძრად მიდარებია არ დავცემულ ვარ მუხმოუღლელი სიმღერი დასავდა დავიწნებია ართულომიცა აკაც დაიგაც სიმართლის მეტირამიძებლია თურმე რამდენი სიმღერაც მითქვას სულ ყველა შენთვის დამიმღერნია თურმე რამდენი სიმღერაც მითქვას სულ ყველა შენთვის ჩვენ რომ მეგობრები ვიყავ, ჯერ არ ვყავდა არცეც ოჯახი შექმნილი და ამ დროს შევქმნით სამივემ თანმიმდევრულად პირველი მალხაზი გაბედნიერ და მერე დავითი, მერე მე და მერე შვილები წამოვიდა ჩვენი და ჩვენმა შვილებმა დაიწყეს მეგობრობა. და კიდევ ყველაზე უფრო საინტერესო ის არის, რომ ჩვენ ნათესავებიც გავხდით ნათელ მირონით. შესანიშნავი ბაბუები ვართ. მეც ახლა ჩემი თავი ხო უნდა ვაქო, ესე არ გამოვა მარტო. ბაბუები შვილიშვილები ეს არის ახალი ეტაპი ადამიანის თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და ღმერთს მადლობა რომ ამით დაგვაჯილდოვა ამ დიდი საჩუქრით. ჩემი სურვილი ყოველთვის იყო რომ ქონოდა დიდი ოჯახი, სამწუხაროდ ორი შვილი მყავს მარტო, მაგრამ შვილიშვილები მყავს უკვე სამი, ჯერ ერთი ქალიშვილისგან
და ყოველთვის მინდოდა რომ ერთად გვეცხოვრა, რომ აი ის თაობებს ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის ტრადიციული დამოკიდებულება ეგრძნოთ თვითონ როგორ ხდება ბაბუასა და შვილიშვილს შორის, მამასა და დედას შორის, ამას რო უყურებს ყველა მონაწილე ამ თაობების წარმომადგენლები, განსაკუთრებით დიდ გაკვეთილს ღებულობენ ცხოვრებისგან. ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე ვიტყოდი რომ ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთეთ ის რაც უნდა გაგვიკეთებინა. მე ბებია ილიგო და ელარიონში ბებიას რო აქვს მონოლოგი ხარ ვიყოფილა შვილო ადამიანის გულიო ხუმრობა კი არ არის თითქმის საუკუნის მიტარნებული ვარ და კიდე მინდაო რა ხო ჩემ შემთხვევაში არც ეგ არ არის გამორიცხული კიდე მინდა რომ ვიყო და რაღაც კიდე რამოდენიმე სიმღერა მაინც კიდე შეძლო დამერწმუნეთ რა ყველა სიმღერის გაკეთება ხო არა რაღაცა რამოდენიმე წელი სიცოცხლის მომატება რა აი რო იტყვი რომ ოპ აი ეს არის რა და კაია ესეც ასე მოგონებანი გარდასულიყდა მესიზმრებია თვალება რად მოდიოდი პატარა თუთან მოქონდა დიდი ნაღელი და უკითხავად მოვიდა და უკითხავად ჩამოწვა გულში და მხოლოდ ახლა მივხვდი ამონებას რა უდარდელი რად მოდიოდი პატარა ჩემთა თუთან მოქონდა დიდი ნაღელი და ესე მოვდივართ ერთად მთელი ოჯახებით, ჩვენი შვილებით ვართ ერთად და ვიქნებით ალბათ სიცოცხლის ბოლომდე ისევე ერთგულები ერთმანეთის როგორც ჩვენ. მართლაც ფერთაღმერთია მიწის ეშლის სილაზათე ყველა ფერშერთვია და მასათუს ასელამას სვაფერები ცედრგია
Zate Velam perşetvia Da isquevna Zetsasavi Martla certade